ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქრუივიშვილის განცხადებით, ანაკლის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. მოდელი ქრუივიშვილის თქმით, სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსა და კომპანიასთან პარტნიორობით. ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33 ყოველწლიური სესია იმართება, სადაც ამ დღეებში უნდა მიიღონ ჰააგის დეკლარაცია, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა. ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ნაბიჯის უკან გადადგმას ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონი იქნება, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი თუ მიგრანტების შესახებ კანონი. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს, წლების წინ მივიღეთ ეს კანონი და ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და შესაბამისად არც ეს ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. ახლა მკაცრი რეზოლუციები არაერთხელ გვინახავს მათ მიერ მიღებული რეზოლუციები, მკაცრი, რომელიც დარჩენილა ფარატინაკ ახალდად. 2026-2027 სასწავლო წელს მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. შესაბამისი საათობრივი ბადი სკოლებს უკვე გადაეგზავნათ, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაცვლად მერვე კლასისა ქიმიის საგნის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან. ასევე მე-7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიო ისტორია. ამასთან დაწყებით საფეხურზე გაზრდილია ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის სწავლება. კიდევ ერთი სიახლე შეეხება მე-10 კლასში ისტორიის სწავლებას. დაგეგმილი ცვლილებით მსოფლიო ისტორიის სწავლება ამოღებულია ისტორიის საგნიდან და მე-10 კლასიდან შეისწავლება მხოლოდ საქართველოს ისტორია. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. ფაშინიანი ქალაქ ეკატერინბურგშია. ეს რუსეთში ფაშინიანის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ ივნისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრორუსული ძალები დაამარცხა და ხელისუფლება შეინარჩუნა. რუსეთმა კი არაერთი სომხური პროდუქტის იმპორტი აკრძალა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი ეკატერინბურგში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაში და რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს შეხვდება. ეკატერინბურგში დაგეგმილია ფაშინიანის შეხვედრები ბელარუსის და ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრებთანაც. ნატოს სამიტი 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. შეხვედრას ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ლიდერები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები დაესწრებიან. მთავარი თემებია თავდაცვის ხარჯების ზრდა, სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და ევროპული უსაფრთხოება. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიდერთა ორმხრივი შეხვედრებიც. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინისა და სირიის ლიდერებს შეხვდება. თურქეთი ნატოს სამიტს პირველად 22 წლის შემდეგ მასპინძლობს. ევროპა ტყის ხანძრებს ებრძვის. მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ხანძრებმა ბოლო დღეებში ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი გაანადგურა. ათასობით მეხანძრე ცეცხლის კერების ჩაქრობას საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ცდილობს. საფრანგეთში აღმოსავლეთ პირინეის დეპარტამენტში 700-მდე მეხანძრე, 200 ერთეული ტექნიკა და 10 საჰაერო ხომალდია მობილიზებული. რისკის ზონიდან 5000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავდა 2 პირი. ქვეყნის 7 დეპარტამენტში საფრთხის
მაქსიმალური დონეა გამოცხადებული. საბერძნეთში ქალაქ სალონიკში ხანძარი ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა. ტოქსიკური კვამლის გავრცელების გამო 3 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. პარალელურად ათენის დასავლეთით ტყის ხანძარს 200 მეხანძრე და სპეციალური ავიაცია აქრობს. ესპანეთში ჟირონას პროვინციაში 2200 ჰექტარი ტერიტორიაა გადამწვარი. პორტუგალიაში კი ვოზელას მუნიციპალიტეტში ცეცხლმა 12000 ჰექტარი მოიცვა. მობილიზებულია 1200 მეხანძრე, 400 ერთეული სპეცტექნიკა და 15 თვითმფრინავი.